ვანო მერაბიშვილი თბილისში სასჯელახსრულობის მე-9 დაწესებულებაშია მოთავსებული. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ქუთაისიდან თბილისში გვიან ღამით სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გადმოიყვანეს. დღეს მას ადვოკატი მოინახულებს მერაბიშვილის დამცველი ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაჩივრებას. ჯერმოს ბელა ზართაიძეს ვთქვათ ახლა პირდაპირ ეთერში. ბელა ისმენთ. დიახ, ვანო მერაბიშვილი წუხელ გვიან ღამით გადმოიყვანეს ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში სასჯელახსრულების ნომერ მე-9 დაწესებულებაში. მოსამართლეს გუშინ გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ციხეში უნდა მომხდარიყო ვანო მერაბიშვილის გადაყვანა. მან მიუთითა, რომ მერაბიშვილი გადაეყვანა შესაბამის დაწესებულებაში, თუმცა სასჯელახსრულების სამინისტრომ განსაზღვრა შესაბამის დაწესებულებად ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხე. როგორც ჩვენ სასჯელახსრულების დაწესებულებაში გვითხრეს სასჯელახსრულების სამინისტროში, ეს დაწესებულება ყველაზე უსაფრთხოა, უსაფრთხოების ზომები აქ ყველაზე მეტად არის მიღებული და გამკაცრებული. აქ ყოფილი მაღალჩინოსნები და ძალოვნები იხდიან სასჯელს. ბაჩუ ახალაიაც ამ ციხეში იმყოფება და სწორედ ამიტომ მოხდა ვანო მერაბიშვილის გადაყვანა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აღნიშნულ დაწესებულებაში. რაც შეეხება ადვოკატს, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი პატიმარს დღეს პირველი საათის შემდეგ მოინახულებს. ჩვენ ვესაუბრეთ მას და აღნიშნა, რომ მზადდება საჩივარი და აპირებენ 48 საათის განმავლობაში ამ საჩივრის შეტანას. არ ვეთანხმები როგორც ისიც სასამართლოს მეერებულ გადაწყვეტილებას, მეგოჩნია რომ უკანონო და უსაფრთხოებელი. ამავდროულად ხდება ჭიაბერაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთილობრივების მისი ტექნიკური ხასიათის საკითხების მოგვარება, თანხის გადახდა, შესაბამისად მე მინახავ რომ რაც შეიძლება ჩქარა გამოვიდეს სასჯელახსრულების დაწესებულება. არ მინახია ჯერ აღკვეთილობრივების შემდეგ დღეს ვნახავ რამოდენიმე საათში ვაპირებ შესვლას მასთან. არ აღიარებს არანაირად მის მიმართ წარდგენილი არც ერთ ნაწილში არც მოსთავს დამნაშავედ. ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მეუღლის დაპატიმრების შემდეგ საქართველოში წუხელ დაბრუნდა. იგი საქართველოში გიგი უგულავასთან და მის მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. თაკო სალაყაიამ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა გიგი უგულავამ აეროპორტში ვრცელი კომენტარი გააკეთა. ორი სიტყვა თამბიქად გაასაჩერეთ თუ არა, ასაჩერეთ თუ არა. აუცილებლად გავაკეთე კომენტარს, ჩამოსვლა და დარბაზში ვარ, ჩამოვედი. ყველანი ჩამოვლენ, ვისაც ვინც საჭიროა, არავინ გაქცევას არაპირებდა თუ თავისუფლების გზა გადის ციხეზე. დღეს ვანო იქნება, ხვალ სხვა იქნება, ზეგ შეიძლება მეც ვიყო. ხვალ შეიძლება შემდეგ კიდევ ვიღაც სხვა იყოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრად უფრო მეტი გამოწვევისთვის გაგვიძლია ამ წლების განმავლობაში და შესაბამისად ციხე იმასთან შედარებით აბსოლუტურად არაფერი არ არის. გუშინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების შეფარდებასთან დაკავშირებით. ვანო მერაბიშვილს ბრალი 3 მუხლით აქვს წაყენებული. თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა და სხვისი კერძო ქონების მითვისება. დიდი მადლობა ბელა ზართაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.